შეგიძლიათ დაგვიმესიჯოთ, რა თქმა უნდა 15-13-ზე მაგის აბონენტებმა, ხოლო 10-13-ზე ჯეოსელის აბონენტებმა და გაესაუბროთ მიშკას ნებისმიერ თემაზე, რომელიც თქვენ გაინტერესებს, აგრეთვე მოითხოვოთ ის სიმღერები, რომელსაც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აუცილებლად შეგვისრულებს პირდაპირ ეთერში მიშკა, ხო? სანამ აყურებელი შემოვა, მოდი დავიწყოთ ჩვენ თვითონ მივესალმოთ და ახალი სიმღერით შევეგებოთ, თუ შეიძლება. ძალიან კარგი. და SMS-ები ხო არ წერთ? მოდი რამდენიმე SMS წავიკითხავ და შემდეგ შევთავაზოთ მაყურებელს შენი ახალი სიმღერა. გამარჯობა, შესანიშნავ ტრიოს, როგორც იქნა ჩამოვედი ცოტა ხნით თბილისიდან, თაკუს ძალიან მომენატრე და მიშკას მინდა ვუთხრა, მიშკა აგიხდა ოცნება, რაჯი იყო SMS-ის ავტორი. დიდი მადლობა, ჩემო კარგო, მეც ძალიან მომენატრე. პრივეტ ლევანი, როგორ ხარ? ხო ხარ, ძალიან მაგრად გამოიყურები მეგობრებთან ერთად გიყურებ და აბა შენიცი პაკა ლალი კასპიო და ესე იგი ლალის მოკითხვა, ჩემო კარგო, თუ რამე შეკითხვა გაქვს ჩვენ სტუმართან, შეგიძლიათ დაგვიმესიჯო შესაბამის ნომრებზე. ლევანი არ გინდა SMS მეგობარი გავხდეთ და მიმესიჯე. კი ბატონო, აუცილებლად დაგიმესიჯებ შენ. გთხოვთ შეგვისრულოთ რამე ლაღიძის სიმღერა, ხო? დიახ. SMS მოვიდა. კი ბატონო, შენ თუ მოითხოვ, ხო? აუცილებლად შეგვისრულებს მიშკა ამ სიმღერას. კომპოზიცია იქნება. კი, კომპოზიცია ვინიშ. გავაგრძელებთ SMS-ების კითხვას და შემდეგი SMS-ი. ძალიან დიდი ხნის წინ ძალიან მინდოდა თქვენთვის ერთხელ მაინც მომესმინათ ცოცხლად ბატონო მიშიკო. ნაწილობრივ ამიხდა დღეს ეს ოცნება, ამისათვის დიდი მადლობა მიშკას. თითქოს დაჭხრით ეს გულინემსები ვიზე ოცნებობს მე დღეს ვინ გითხრა ცეცხლს ავაკითხე შენზე ლექსები
რომლებიც ჩემთვის არ წამიკითხავს გულზე დამაწვა თითქოს ლოდი და ზეს გადეფარა როცა ღრუბლის ფითა ვიგძენა ამაოდ მოგელოდი და საოქროსფერი გალუღლის ფთა გამიცივდი და გამივყინვარდი არ ვიცი ასე გული პირის რამ სუბუქია სიტყვა მიყვარდი და რამ ძიმია სიტყვა მტკივი ხარ გამიცივდი და გამიმყინვარდი არ ვიცი ასე გული პირის რამ სუბუქია სიტყვა მიყვარდი და რამ ძიმია სიტყვა მტკივი ხარ ეს ახალი სიმღერა გიორგი მახარებლის ტექსტი ჩემს მეგობრებს ჩემს მაგაზინზე შესანიშნავ პროექტზე არჩეულებელი სიმღერა იყო დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ ქალაქის ტელეფონის ნომერს 91 დაგვირეკეთ და გაგვესაუბრეთ ნებისმიერ თემაზე რომელიც გაინტერესებთ რა თქმა უნდა მიშიკო კოშკაძის შემოქმედებიდან თუ ცხოვრებიდან და გამარჯობა მივესალმებით მაყურებელს გამარჯობა პირდაპირ ეთერში ხარ ჩემო კარგო გამარჯობათ. როგორ ხარ კარგად, ხარ როგორ ხარ? ძალიან კარგად. პირველ რიგში გაგვეცანი გითხარი შენი სახელი და შემდეგ გადავიდეთ რა გაინტერესებს. მარი ლიჩელი. ესე იგი, მარი. კი შეგიძლია ნებისმიერ თემაზე გაესაუბრო ჩვენს სტუმარს. ავდაით. რა გაინტერესებს? ტელევიზორს მოშორდი ან ჩაუწიე ცოტა ჩემო კარგო. კი ახლა. მარი, ხო არ დაგვეკარგე? არა. აბა გისმენთ მარი. ძალიან მომწონს პიროვნება, ასევე მის შემოქმედება. უსმენ დიდი სიამოვნებით. რაღაც არ ჩახარც დაიცა. როგორ? არის მის შენი ხმა მარი. ხო, აი ახლა? ეხლა ისმის. ხო, ძალიან მომწონს ეს პიროვნება, ძალიან მიყვარს. დიახ. უღრმესი მადლობა მარი. დიდ პატივს ვცემ მათ მის შემოქმედებას. და რომელ სიმღერას აირჩევდი შენ რომ შეგვისრულოს მიშიკო პირდაპირ ეთერში? გოგრამა ისეთი საყვარელი სიმღერა. ნებისმიერ სიმღერას ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენდი. კაი, ჩემო კარგო, კარგად იყავი, ხო? მიგძღვნა არ უნდა გავაკეთო? შეგიძლია მეუძღვნა მიშიკოს სიმღერა, ვისაც გინდა. ხო, თქვენ სიმღერას მიუძღვნით ციცინო ხაბაზიშვილს, ანუ ჟორჟიკას. ციცინო აკროპილიძეს, ანუ რა საქმეა, ზაქროს და სნეშკას, ასევე ანა კანძელაკს, ნათია კაპანაძეს და ხო ჩემი მამიდაშვილებს მერეთში მიუძღვნი, ასევე ტყვიავშიც ნიკას ჩემს ძმას, ალიკას მიუძღვნი, გორგიშეს, ჟანას, ნათიას და ვიღაცებს რა. თქვენც მოგიწყოთ დიდი სიყვარულით. ხო და ის რა ქვია. თუ შეიძლება რომ მეორედ სტუმრად მოიწვიოთ ლიკა შუბითიძე. კი, როგორ არ შეიძლება ამის საშუალება იქნება, თუ რა ჩვენ მას მოვიწევთ სტუმრად. კარგად იყავით, ჩემო კარგო. ლიკასაც მიუძღვნათ ეს სიმღერა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ SMS-ების კითხვას, ხო? თუ არ ვფიქრობ. მოდი რამდენიმე SMS წავიკითხოთ, შემდეგ ერთ კითხვას დაგისვამ და შემდეგ ისევ ვიმყეროთ. აი, დიდი სიყვარულით მოვიკითხავ მთელს მსოფლიოში ყველაზე მაგარ წამყვანს, ანუ შენ ლეო, ასევე დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ულამაზეს და უსაყვარლეს გარიკუნას გორის სულ სხვა თათია ჯგუშია. მართალია არ მიყურებს თათია, მაგრამ მაინც მოვიკითხავ აქედან დიდი სიყვარულით რა თქმა უნდა. მიშა ძალიან გვიყვარხარ, ძალიან გთხოვ მარტია და მარტის თვეა შენი შეასრულო. ლადო იყო SMS-ის ავტორი. გამარჯობათ, როგორ ხარ? ძალიან ვაფასებ მიშკოს შემოქმედებას. ყველა სიმღერა ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით უფლება არ გაქვს და გთხოვ შეასრულოთ. ხო და კიდევ ლექსო თქვენი მოსწავლეა? კითხვა იყო დასმული. კი. ესე იგი, ძიკო მიყვარხარ შენი პატარა მიშიკო კოშკაძე. მიშკო, მაინტერესებს შენი სიმღერები ძირითადად რატომ არის უფრო ნოსტალგიური და რატომ არის შესრულებული სამშობლოზე? იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. და ძალიან არ ვიცი, მეტი სიყვარული რითი გამოვხატო და ამით ხატავ. ხო, მე შემიძლია ხო პოლიტიკოსი არა ვარო გამოვიდი და მიტინგები ვატარო, ხო? და ამით ხატავ ჩემს სიყვარულს, ამიტომაც ახლოა პოლიტიკასთანაც, ხალხთანაც და ამიტომ საერთოდ თვითონ ხალხიდან მოვდივარ და ისო ხალხში ვარ ჩარჩენილი, ასე რომ
ანუ სიმღერების უმეტესი ნაწილი ეხება სამშობლოს სიყვარულს, ხო? სამშობლოს სიყვარულს და ცხოვრების. ესეც სიმღერებს კი საერთოდ რუსები ეძახიან შანსონს. გასაგებია. წავიკითხოთ ერთი SMS-იც, რომელიც ამ დროისთვის მოვიდა. გთხოვთ დაუკარით რამე საქეიფოთ და თან იმღერეთო. ესე იგი აუცილებლად ჩემო კარგო შემოდა მოითხოვო რაღაც გქონდა ნებისმიერი სიმღერა SMS-ის საშუალებით, რომელსაც ახლა მე იმებს ვერ დავუკრავ. კი, რა თქმა უნდა, მიშკას სიმღერებიდან ნებისმიერი და აუცილებლად შეგვისრულებს იგი პირდაპირ ეთერში. აი ახლა ის სიმღერა, რომელიც გოგონა გთხოვა. კი. აი ის სიმღერა იმ გოგონასაც მიუძღვნათ და სულ ყველას მიუძღვნათ, რაღაც ლიგასაც და სულ ყველას. კარგი, ჩემო კარგო. მე უშენობის მწარე სევდას გულში ვინახა შენთვის უცნობი ერთგულების რჩები ბოლომდე რომ ამდენ ლამას ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ უფლება არ გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე გამინაწყენდნენ მე ფურცლები ლექსებ უხლები ხოლო ლექსებში დაფიქრებში როგორ გეძიო შენი თითები შენი თმებით შენი მუხლები უნდა სიცოცხლე სამოთხეში შემაძლებინო უჩგახლეჩი იღიმია პროცეულები ეს მე რამდენად სევდის ბაღში რამესო ათენე და ვარსკვლავები შენს თვალებში მომწყდეულები გვანან პატარა მოცინცინე სიცინა ათელებს გულმა ფიქრები შაურუბლებში ჩუბად აზიდა დაფრთხილად ვზომავ გადმოსადგმელ შენსკენ ნაბიჯებს დაწვიმს ქუჩაში ისე ნაზად ისე ფაქიზა რომ შეიძლება მონატრებით კაცი გაგიჟდეს ვინ გამოუშვა გარეთ წვიმა ასე ტიტველა ხომ შეიძლება გაცივდეს და ვეღარ უშველო და სტოვოსევდა სულ პატარა პაწაწკინდელა მერე თავს ხმებმა ჩამიარონ გვერდი თუ შენოთ შეზე ოცნება შევინახავ როგორც დიდ მარხვას ხვალცის არტყელა ჩემს სიმართლეს დაემოწმობდე რომ ამდენ ლამას ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ რა უფლება გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე რომ ამდენ ლამას ქალიშვილში მე შენ მიყვარხარ რა უფლება გაქვს ოდნავ მაინც რომ არ მოგწონდე დიდი მადლობა. გავაგრძელებ SMS-ების კითხვას და შემდეგი SMS-ი. დაბადების დღეს ულოცავთ ნათია მაისურაძეს. გთხოვ ბატონო მიშიკო, შეგვისრულოთ ვერხვის ფოთოლი. ნათო. ვერხვის ფოთოლს მაგალითად ეს ჩემი სიმღერაა. მიშიკო ქიტნისიდან გთხოვთ შეასრულო სიმღერა ვერხვის ფოთოლთან შენი ნათესავები კოცნითო ესე იგი. ვერხვის ფოთოლთან არის ჩემი სიმღერა. აუ რა მაგარია. დიდი მადლობა მზიკო, ასე იგი შენი სიმღერა. მოეწონა ძალიან და მაგარია. მიშიკო, მინდა ერთი კითხვით გადმოვიდე, ასე ვთქვათ, ისევ შენთან და ძალიან მაინტერესებს, უფრო სწორედ მაყურებლისთვის იქნება საინტერესო, სად მოღვაწეობთ ამჟამად და ანუ რა საქმიანობთ? რუსეთში, რასაც აქ ვაკეთებ, იმას ვაკეთებ იქაც კონცერტები და ესე გავდივართ, იმიტომ რომ აქ სანამ ხალხს არ ექნება საშუალება რომ კონცერტზე მოვიდეს და საერთოდ ხალხს სანამ მაგარ ექნება
ფული უხეშად რო ვთქვათ, ანუ თუ უფასოდ ვიზიარ და ვერევარ აქედანაც და ქუჩაშიც ვერევარ და სუპერ გამღერევარ. სანამ აქ არ არის ჩემს ლაპარაკი, უბრალოდ მეც ადამიანი ვარ და მეც მინდა რაღაც. თუ გაგვიზიარებთ თქვენ სამომავლო გეგმებს, რა გეგმები გაქვთ მომავალში და როგორ წარმართავთ შემდეგ მათ? არაფერი მივდივართ ორბიტში. მაგდალებში და წინდა წირო რაღაცას ვთქვამთ, ახლა იქ ყავს ჩვენი პროდიუსერები, ისინი მე მგონი ახლა უფრო სიახლით დავიწყებთ, სხვა რაღაცებით დავიწყებთ. ძალიან ციკლებად. ნუ მოღვაწეობას გავაგრძელებ რუსეთში და ხშირად ჩამოვალ ხოლმე აქ, სანამ უხეშად რომ ვთქვათ, ესე იგი თავს იჩენთ სიმღერის რა თქმა უნდა საზღვარგარეთ, ხო? კი. და გავაგრძელებ კიდე და წავიკითხავ ერთ SMS. ბატონო მიშიკო მაინტერესებს თქვენ კიდევ დიდხანს იქნებით ჩვენთვის ასეთი საყვარელი მიშიკო ყოველთვის გახსოვდეთ, გთხოვთ ძალიან გვიყვარ. ხართო ესეთი SMS-ი მეკითხა. არჩევლებრივი თბილი SMS-ი. და ესე იგი შევასრულეთ რამე ლაღიძის კომპოზიციაო, მოვიდა SMS-ი. ჩემო კარგო, არ დაიწერო გამომაგზავნე SMS-ები, შენთვის კარგად ნასხმობ ნომერზე. რა თქმა უნდა მოითხოვე ის სიმღერები, რომელსაც ასრულებს ბატონი მიშიკო და იგი აუცილებლად შეგვისრულებს პირდაპირ ეთერში მათ. მაყურებელს მივესალმები. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად შენ? არა მიშავს. სახელი გითხარია? ლიკა. ლიკა, ხო? კი. მე არ ვარ თინეიჯერულ ასაკში, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც თქვენი სტუმარი ჩემი ასაკის, ამიტომ მივესალმო, იმიტომ რომ უზომოდ ვაფასებ მის შემოქმედებას. ძალიან მომწონს, მით უმეტეს ჩვენ თაობას, განსაკუთრებით ახლოს დგას თქვენი შემოქმედება და დარწმუნებული ვარ, თქვენი ნიჭის ადამიანი თბილისში აუცილებლად გამოჩნდებოდა, მთლიან საქართველოში ღირსი ხართ ამისი ნამდვილად და თუ გიწდიათ ამის გაკეთება. თბილისში ჩანვარ და პეტერბურგში მე არ ყოველ შემთხვევაში არ დამინახე ხართ დიდ სცენაზე. არა, როგორ არა. ახლა სულ ახლახან ანსამბლმა თბილისს მაინდა ჩემი სიმღერა ჩემთან ერთად თავისი იუბილეი. უფრო მეტი დღეს. არა, მე თვითონ არ მინდა. ლიკა, მე თვითონ არ მინდა. და მიზეზი რა? თქვენ ნამდვილად ხართ ამის ღირსი. რატომ არ მიდიხართ თბილისში, რუსეთში წახოს, მე მგონი აქ უფრო მეტად დაფასდებოდით საქართველოში. ვიცი, აქაური სიტუაცია თბილისში ფილარმონიაში, ვიცი რაც ხდება და მაგით. ჩემი მეგობრები არიან, იცით ალბათ თქვენ ახან ესე. ახლა იქით მომიწია წასვლამ და ამიტომ სამწუხაროა რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანები ყოველთვის რუსეთში მიდიან, მით უმეტეს თქვენ გორელი ბრძანდებით და ნამდვილად დაფასდებოდით იქ. ჩვენი ადგილი არ არის. არა, ცუდია. კარგით, მიიღეთ გულთბილი. პეტერბურგში არის ჩვენი ადგილი და თბილისში არის ჩვენი ადგილი, პირდაპირ ვთქვა რა. გასაგებია, გულდაწყობილი ბრძანდებით ალბათ. მიიღეთ ჩვენი უღრმესი მადლობა უბრალო გორელებისგან. ძალიან გულამაზებს თქვენი შემოქმედება ყოველდღიურ ცხოვრებას მერწმუნეთ. დიდი მადლობა. მადლობთ თქვენ და კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ლიკუშ, კარგად იყავით ჩემო კარგო. მართალია თქვენ არ გეკუთვნით ეს სიმღერა, მაგრამ თუ შეიძლება თუთისხესთან შეგამჩნიე, შეგვისწავლოთ. თუთისხესთან შეგამჩნიე აივნიდან
ვერ სუდებოდი მოკრე ფასკილა მოვდი ჟრუანდელია იული და ჩაივდი და ვერ გშველოდი და შენსავით ნანოვდი ჟრუანდელია იული და ჩაივდი და ვერ გშველოდი და შენსავით ნანოვდი წამწამებზე ნაღოფივით დაგეკიდნენ ნამიზღილა და მოციმციმე წრემლები ჩამოვედი გაიქეცი აგეგიდე ჩამოგჩი და შენს ნაკვალებს ვევლები რაღა მაინც ამა ჩემს თუთა შემოუჩნდი განასხვაგან ცოტანია თუთები მე შენს მოსვლას რომ იცოდე კიდევ უსტი დაგიჭერდა მაგრად ჩაგეხუდები თუთის ხესთან შეგამჩნიე აივნი და ვერ სუდებოდი მოკარე ფასკილა მოვდი ჟრუანდელია იული და ჩაივდი და ვერ გშველოდი და შენსავით ნანოვდი ჟრუანდელია იული და ჩაივდი და ვერ გშველოდი და შენსავით ნანოვდი მაყურებელს შევახსენებ კიდევ ერთხელ 15-13 გახლავთ მაგის აბონენტებისათვის, ხოლო 10-13 ჯეოსელის აბონენტებისათვის გამოგაგზავნეთ ნებისმიერი მუსიკალური თხოვნა, რა თქმა უნდა, ბატონი მიშკას შემოქმედებიდან, ასე რომ დაგვიმესჯეთ და დაგვირეკეთ 91-70 და წავიკითხოთ ხო ერთი SMS-იც, შეგვისურვეთ რამე დარდიმანდულის სიმღერა. ეხლა გასვასრულებ. ხო, ესე იგი. ეხლა მოვწერე. ნუ სიმღერა დავწერე, მელოდია მაქვს ყველაფერი და რაღაცა მინდა რა ისეთი ლოთიანი, შფოთიანი. მე და გიორგი მახარობაძე თვალები შევხვდით ერთმანეთს ლენინის ქუჩაზე. მე ვუთხარი დაწერ დამიწერე მეთქი ერთი რაღაცა ისეთი რა. ნუ მელოდია ქონდა ხო და გიორგიმაც მიღალა და ასე რომ ვთქვა და დაწერა ესეთი რაღაცა და ეხლა ის პერიოდია რომ ვინმე შემიყვარდებოდა ყველა ჭორავდა და უკვირდა. დაავლევდი, ჩავძრებოდი, დაავლევდი, ესეც უკვირდა. ხო და ესეთი ის იყო. ვიღებდი რამე ახალს დავწერდი, რომ რაღაცა ესეთი იყო, ესეც მოსწონდათ, ხო, რაღაცა ეს ხო და აი ესეც სტილში მეთქი მოვუთხარი რა. და დაწერე ესეთი რაღაცა ხალხსაც ვიყავ. ყველაფერი ჩემი უკვირს ამ ხალხს სიყვარულიც ლოთობაც სიმღერაც მე ალბათ ჩემს სევდიან საფლავს ისევე ჭვით გახედავენ წერად გამაქროლებს ქარი როგორც ფოთო გაიხარებს მოშურნე და პერი მე თუ ლოთობს სიყვარული დულოთო და თუ მღერი გულიანად მღერი ვეძალები დარდებსა და ფიქრებს ეს ცხოვრებას დიდხანს აღარ მაცლის გაუმარჯოს გვინით სავსე ჭიქებს მე რომ თქვენი სიყვარულით დავწლი მომისწარით გამინათეთ დღენი სანამ გული საგულებში დოგავს რამაც ოცხლებს სიყვარული თქვენი და თუ მომკლავს უთქვენობა მომკლავს
ყველაფერი მაინც უკვირთ ჩემი დიდი მადლობა. წავიკითხავთ რამდენიმე SMS კიდევ. მიშიკოს თხოვი მღეროს მამისადმი მიწყვნილი სიმღერა. მიშიკო გთხოვ შეასრულო შენი ძველი სიმღერა მამაზე. ქუჩიდანო იყო ეს SMS-ი. მიშა როგორ ხარ ძალიან მოგვანატრე სამეგობროს თავი იმედია მალე ვნახავთ გთხოვთ შეგვისრულო ჰეილოთებო დათო ლაშა და ჯავა იწერებოდნენ SMS. უღრმესი მადლობა ყველას. მადლობა. სიმღერა რომელიც თქვენ ყველაზე მეტად გიყვართ, მიშა გთხოვთ მიუძღვნათ ნიკო ატუნოვის ხსოვნას ზიკო იწერებოდა SMS. ახლა სამი სიმღერა მაქვს, სამღერა. კი. ასე იგი, ჰეილოთებო, მამაზე და ნიკო ატუნოვის ხსოვნა. ის მყობარი ხვნად თესვად ფარცხვად და თოხნად შვილი გაზარდეთ მტრად გამოგადგებათ მოყვრად მადლობის გზნობა მახჩობს მადლობის გზნობა მშხამავს მე მამა ჩემი მახსოვს თვალ და თვალ ხედავ მამას არ ვიცი ამას ვისზე ამბადი ტყვიან სხვები როკფელერ მამაშვილზე მე მსმენია და ვყვები მოხუც როკფელერს ერთი მეტლესათვის წვრილად როს მე 40 ცენტი რომ ჩაუთვლია კირად მეტლეს უთქვამს მისტერ უღრმეს მადლობას გწირავ იგულუხვი ხარ ისე შენს თვალს ვატარებ ხშირად არის ნამდვილი დენდი მამას ნამდვილად ასწრებს ვისი რომელი ცენტი $20 მაძლევს დახედა თურმე წყრალად ეჭდებზე ბრილიანტებს და თქვა ბებერმა წყნარად უტოვებ მილიარდებს როკფელერი ყავს მამა მაგას რა უჭირს ჩათლახს მეობოლი ვარ ძამა მამა საერთოდ არ მყავს ღირს მყობადი ხვნად ფესვად ფარცხვად და თოხნად შვილი გაზარდეთ მტრად გამოგადგებათ მოყვრად დიდი მადლობა. ესე იგი გავაგრძელებთ SMS-ების კითხვას, რომელსაც აგზავნით 15-13-ზე. ისინი არ უნდა რომ 10-13-ზე. რამდენიმე SMS-ს დავკითხოთ და შემდეგ ისა. დავიკითხოთ ესე. თორე გაგვინდა წყენდება მაყურებელი. მიშიკო ძალიან მიყვარხარ, დიდი მადლობა იმ სიამოვნებისათვის, რასაც ამ წუთებში გვანიჭებთ, მიყვარხართ. უღრმესი მადლობა მთელ ხალხს და კონცერტით გეფერებით სიყვარულს. მიშა რუსული სიმღერა იქნებ იმღერო, ასეთი SMS-ი მოვიდა. ესე იგი მეგორი საათი მოიწევს. მერვე გეკლას ენადრები მიშკა მესამე სკოლა მეკრასგან იყო გამოგზავნილი SMS-ი, ალბათ მიხვდით მეკრა ესე ეწერა. იმედია მიხვდით ვინც იყო. მიშა ძალიან გვიყვარხარ. დიდი მადლობა. მაგრამ მე რომ მიყვარხართ იმაზე მაგრამ ედვარდი მთელი ვაგზლის სიამაყე ხარ და იცოდე რომ ყველას მაგრად გვიყვარხარო. ასე იყო SMS-ი. ვაგზელს ჩემგან შეგვიძლია ერთი თხოვნა კიდევ შეასრულო ახლა და შემდეგ ისევ გავაგრძელებთ SMS-ების კითხვას. თქვენ ვერასოდეს ჩამოიხსნით ლოდებს მხრებიდან ვერ გაუსწორებთ ქალაქის ლანდ თვალებს ალმაცერს ეი ლოთებო ამოფორთხდით სარდაფებიდან შეხედეთ ქალაქს როგორ ბარბაცებს აჩრდილებივი სარდაფებში უზიხართ ბოთლებს ამშრალებს ჭიქებს საოცნებო თქვენი ალაგი ვერც კი შეამჩნევ როცა თქვენთან შემოაბოტებს ლანდი
ქალაქის დამხოლოდ ლანდი ო ეს ლანდი თქვენთვის მთვრალია ტრიალებს ყველა ყოველი და მთელი სამყარო დაუბრუნდებით ისევ ღვინოს ორთქლის გალია ზრომგული შხამი ამ ღვინოსთან ერთად დაღვაროთ მაინც ვერასდროს ჩამოიწვით ლოდებს მხრებიდან ვერ გაუსწორეთ ქალაქის ლანძ თვალებს ალმაცერს ჰეი ლოთებო ამოფორტყდით სარდაფებიდან შეხედეთ ქალაქს არ დამთვალა მაინც ბარბაცერს ჰეი ლოთებო ამოფორტყდით სარდაფებიდან შეხედეთ ქალაქს არ დამთვალა მაინც ბარბაცერს და ასეთი SMS-ი მიშიკო გაიხსენე მამაშენის ყველაზე საყვარელი სიმღერა ცივი ქარი ქრო და ყველას გვიყვარხარ ახრახაძეებისაგან იყო გამოგზავნილი SMS-ი. მიშიკო დაუკარი გიტარა გეხვეწები შოთიკო იყო SMS-ის ავტორი. და სხვათა შორის ბევრი SMS-ი მოვიდა რუსული სიმღერა შეგვისრულებოდა. თუ არის საშუალება Прошепел соловушка над рекой, парень с милой девушкой шел домой. За душу в объятиях не пущу домой. Ой, как ты мне нравишься, ой-ой-ой. За душу в объятиях не пущу домой. Ой, как ты мне нравишься, ой-ой-ой. Губы твои алые, роза в роз. Я так целовала бы, милый мой. Жизнь моя отравлена, корни будешь мой. Ой, как ты мне нравишься, ой-ой-ой. Жизнь моя отравлена, корни будешь мой. Ой, как ты мне нравишься, ой-ой-ой-ой-ой. На ковре из желтых листьев платьице простом, из подаренного ветром креп дождя. Танцевала подворотне осень вальс-бастон, отлетал теплый день и хрипло пел саксофон. И со всей округи люди приходили к нам, и со всех окрестных крыш слетались птицы. Танцовщице золотой, захлопав крыльями, как давно звучала музыка там. Как часто вижу я сон, мой удивительный сон, в котором осень нам танцует вальс-бастон. Там листья падают вниз, пластинки крутится диск. Не уходи, побудь со мной, ты мой каприз. Как часто вижу я сон, мой удивительный сон, в котором осень нам танцует вальс-бастон. Опьянел от наслаждения, о годах забыл. Старый дом, давно влюбленный в свою юность, всеми стенами качался, окна отворил, и всем тем, кто в нем жил, он это чудо горит. А когда затихли звуки в сумраке ночном, все имеет
свой конец, свое начало. Загрустил, всплакнула осень маленьким дождем. Ах, как жал этот вальс, как хорошо было в нем. Как часто вижу я сон, мой удивительный сон, в котором осень нам танцует вальс-бастон. Там листья падают вниз, пластинки крутится диск. Не уходи, побудь со мной, ты мой каприз. Как часто вижу я сон, мой удивительный сон, в котором осень нам танцует вальс-бастон. ნიკოს მინდა მეუცნა რა ეს არის. რამდენიმე SMS დავიკითხოთ კიდევ და შემდეგ. მაგნაირის სტუმარი ჯერ არ ყოლიათ ძალიან მაგრები ხართო. ესე იგი მიშკო ძალიან ბევრი მოსაფერებელი სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი ჩემო ძმაო არ ვიცი. და მე ძალიან მოხარული ვარ ბოდიში გაწყვეტინებ რომ თქვენთან ერთად ვარ დღეს. სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი ჩემო ძმაო არ ვიცი საიდან დავიწყო. ერთი ვიცი რომ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, დაფასებული ხარ და შენაირი ადამიანებს უფრო მეტად უნდა აფასებდნენ. ბევრი და თბილი სიმღერები ძალიან დიდხანს გემღეროს ძმაო. პატივისცემით ბადრი გთხოვ მითხრა რა თხარ მოწყენილი შეასრულეთ წინასწარ უღრმესი მადლობა თქვენაკი. უღრმესი მადლობა მე ვეცდები ჩავიტვით რომ შევასრულოთ სიმღერა, ოღონდ ჯერ მინდა ნიკოს აუცილებლად ჩემი უსაყვარლესი მოსწავლეც იყო, მეგობარიც იყო ჩემი ნიკო ათუნოვი და ძალიან მინდა მას მიუძღვნო. საერთოდ მე ბევრი სიმღერა მაქვს წასულებზე მიუძღვნი, საერთოდ სულ თითქმის მაგაზე, მაგრამ აი რადგან თხოვნა მინდა კი აუცილებლად ხოლოდ რამდენიმე SMS-ის შემდეგ. ლევანი ღიმილი ძალიან გიხდება, უფრო ხშირად გაიღიმეთ თქვენს სტუმართან. ერთი თხოვნა მაქვს შეასრულოს რამე კარგი სიმღერა, ესე იგი ყველა კარგი სიმღერა იყო ჩემო კარგო, რაც შეასრულა ჩვენო სტუმარმა რა თქმა უნდა და დაელოდე კიდევ ბევრ სიმღერას შეასრულებს იმედია. მიშიკა გთხოვთ შეასრულოთ ბულბულის ტვენა. თქვენდამი პატივისცემით ნინო იყო SMS-ის ავტორი. ჩვენო საყვარელო მიშიკო, გვიყვარხარ, გვიმღერე მარტის თვეა შენი სადგურიდან ლალი და ხათო. გალიაში ბულბულები ზიან ვოვა, ესე იგი რაური ციხეო. მიშიკო ძალიან მაგარი ხარ, გორის კოლორიტი ადამიანი ხარ და ძალიან გაფასებთ. ალბომი არ გაქვს გამოშვებული, ეკითხვა იყო ასეთი. ალბომი გამოვიდა პეტერბურგში. აქვე მოახერხეთ. გაყიდვაში არის ხო? იყო გაყიდვაში, ახლა შეიძლება აღარ არის. ერთადერთი თბილისში იქნება ოპერის პირდაპირ. თუ არა და არ ვიცი. აქაც იყო ბევრგან, მაგრამ აღარ ვიცი აქ თუ არა. ესე იგი ოპერის პირდაპირ მიდი და აუცილებლად ნახავს მიშკას ალბომს, ხო? მიში, მადლობ რომ იმღერა ჩემი საყვარელი სიმღერა. ესე იგი მიშკა ძალიან გვიყვარხარ, მთელი წყაროსუბანი გეფერება გთხოვთ, გვიმღეროთ მარტის თვეზე სიმღერა მადლობა წინასწარ. კი. თუ კიდე ეს არის. აი, იმღარეთ და შემდეგ დავიკითხოთ მაშინ. ეს სიმღერა მიუძღვენი თეატრში მუშაობდა ჩემი მეგობარი აჩიკო, ხატვარი ბიჭი იყო, მაგრამ აი მისი თამადობით, მისი სახით მინდა ეს სიმღერა მიუძღვნა ყველას, ნიკო ათუნოვსაც და სულ ყველას. მიგიჭებს ჩემს მეგობარს ლევან ბეკაურსაც და სულ ყველას. მინდა ეს სიმღერა აი თელ წასულ გორილ ბიჭებს მიუძღვნა თელ საქართველოში ვინც ახალგაზრდები წავიდნენ საერთოდ სულ ყველას მინდა მიუძღვნა. ძალიან ისეთი სიმღერა რომ მართლა ყველას მინდა მოვეფერო ამ სიმღერით. დღეს ის სუფრაზე მოიგონეს ისე ზოგადად თქვენს თქვით რომ სტულიდით უახლოეს ძვირფასე მეგობრა მერე კითხვაზე სინანულის რემლი მოგადგა ჩაწეთ პური ღვინოში და ბრძანეთ შენდობა გადაიღოლა ღვინის მამ და ხალხის ჭორებმა და მერე აღმარს შეუყენეს ლურჯი ცხედარი რა უცნაური იყო მთელი მისი ცხოვრება ფიქრი ოცნება ჰორიაკი მოუსვენარი გაქრა წავიდა დაგვტოვა და საშერია
მორჩა ზღაპარი იყო ქვეყნად არა იყო რა ჩვეულებრივი გოგონასგან შექმნა ფერია და რაფრისგან სიყვარული გამოიგონა ჩვეულებრივი გოგონასგან შექმნა ფერია და რაფრისგან სიყვარული გამოიგონა ვერ გარღვია თუმცა თქვენი მკერდის ბლოკადა დარჩა უდაბნოს ღაღადისი ანაგუნესების გიკითხავდათ თქვენ კი ნერვიც არ გიტოკავდათ უსმენდით მაგრამ არ გესმოდათ მისი ლექსების გული წყდებათ რომ თქვენზე ფიქში არ ვინ ათენებს დგას უსანთლობით მოწყენილი ძველი შანდალი ცარიელია ბროლის ვაზა საქრიზან თემე ხრია უჯრაში სტრიქონები გაურანდავი არაფერია შეხორცდება თქვენი ჭრილობაც ბედი გქონიათ გაგიმართლათ ნუ ხართ უხარებ რადგან ის ისე იღიმება მარმარილოდან არ შეიძლება მიწის ქვეშაც რომ არ უყვარდეთ რადგან ის ისე იღიმება მარმარილოდან არ შეიძლება მიწის ქვეშაც რომ არ უყვარდეთ დღეს ის სუფრაზე მოიგონეს ისე ზოგადად თქვენს თქვით რომ სტულებით უახლოეს ძვირფასზე მეგობრა მერე კითვალზე სინანულის რემლი მოგადგა ჩაწეთ პური ღვინოში და ბრძანეთ შენდობა და ეს ისე გქონდა რომელი სიმღერა გიყვართ აი თანამედროვეები და ყველაზე მეტად რომელიც დღეს ტრიალებს ეთერში ანუ პოპ მუსიკას გულისხმობს არა არც ერთი მათგანი თქვენ საყვარელი ქართველი მომღერალი ბევრი ყველა მეყვარს რომელიც აი ქართულსკენ მისრა ყველა ან აი ხლა ეს მიყვარს ახლა ვერაგის რასაც დაქვრივი მოდის აი სტილია ჩემი მაინც ვერ ვიმღერებ შეთვის ბღერი ზღაპრის ბოლოგეთი ახლა ნახდათ მიშაში გავაგზელებ SMS-ების კითხვას და შემდეგი SMS-ი მიშა გენიოსი ხარ მიყვარხარ მაგრად მიშა ძალიან გთხოვ დაუკარი შალახო ეძღვნება სურამში მცხოვრებ ხატიას და ქეთოს ქართულ საცხოვრებლებს დაუკრავ ჩვენ მარტო მაგას არა ყველაფერს მიშკა ძალიან კარგი ხარ ეხლა ვზივარ გიყურებ და ჩემი დაბადების დღე გვახსენდებათ აკუშ რა სიტყვი ხო კარგი იყო რა სიტყვით მიშკა გვიყვარხარ ძალიან რაჯი იყო SMS რაჯი იყო ბიჭო შენ რა გააჭირეს ახლა ძალიან კარგი იყო ჩვენც გვიყვარხარ რაჯი და შვილო მიშიკო მიხარია შენი წარმატება გისურვებ ყოველივე კარგს სიყვარულით შენი მასწავლებელი თამრიკო საჩალელი დიდი მადლობა თამრი მე ძალიან მიყვარხარ და იმედია გნახავ ამ დღეებში მივესალმებით მიშკა კოშკაძეს გთხოვთ ერთხელ კიდევ შეასრულოთ თუთის ხესთან გიორგი პაპიაშვილისაგან სხვა რამეს ვიმღერებ SMS-ი გიორგი სხვა რამეს ვიმღერებ მოთხოვნილი იყო SMS-ებით ბულბულის ტვენა შაშის გალობა რომელიც ციხიდან იყო ეს შევასრულებთ კაცო რა გაზაფხულის დილა ყვავილებში გძირა უძვირფასესო სულს გიალერსო შენი სიყვარული ზეცასუდება გული ღმერთმა დაგლოცო დიდხანს გაცოცხლო
ძიები დაგიშენებს სასახლე ძიები დაგიმშვენებ მიმილი დაგიკოცნი მაგსახე ხოლო შენე ზანგელოზის თხები ჩემთან მოფრინდები კვლავ გულში ჩაგიკრავ შენ სიყვარულს შემსკერს გეტრფი მხოლოდ შენებს ქალს ისეთ ლამაზ სხვას რომ არ აგავ ძიები დაგიშენებს სასახლეს ძიები დაგიმშვენებ დაგიკოცნი მაგსახეს ხოლო შენეს ბულბულის თვენა შაშვის გალობა დედის სიმღერა და დედის ნანა ასე თბილი და ასე თბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა ასე თბილი და ასე თბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა მესმის გალობა ედემის ბაღში მესმის ხარობს და გალობს ბულბული ციოს შურჩურში ფოთოლს რეალში გარინდებულა ყველა სულტგული ციოს შურჩურში ფოთოლს რეალში გარინდებულა ყველა სულტგული და ესეთი შეკითხვა მოქნება თქვენთან, რამდენად ხშირად ატარებთ კონცერტებს რუსეთში და რომელი მათგანი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად? მქონდა კომპოზიტორთა სახში ყველაზე ძალიან დამახსოვრდა და ბევრ რესტორნებში მქონდა ძალიან ესეთი თითქმის ყოველდღე კონცერტი არ არის. და დავიღალეთ, აღარ მინდა არც გიტარის დანახვა და აღარც სიმღერა. გასაგებია, ძალიან მაინტერესებს პირადად ჩემი კითხვა იქნება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე თქვენს ცხოვრებაში. გიტარით გიპასუხე. სიმღერით, პასუხი სიმღერით. ჩემს გაჩენას მეც და დედაც შევეგებეთ ტირილით და მის შემდეგ ეს ცხოვრება მეზიზღება ჭირივით ჩემს ბავშვობამ თითქოს დედას სიხარული აგება მაგრამ ჩემი გაჩენის გზა დამიწყევლა განგება სიხარულის ერთი მძივი არ მრგებია წილად მე და ამიტომ ცხოვრებაში ჩემს ადგილს ვერ მივაგე ჩემს გაჩენას მეც და დედას შევეგებეთ ტირილი და მის შემდეგ ეს ცხოვრება მეზიზღება ჭირივი მაგრამ ყველაზე ბედნიერი ვიყავ როცა მარიამი გამისცა და მარიამის საყვარელი სიმღერასაც ვიმღერებ რასაც თვითონ ვიღინოს ყოველთვის მაგრამ საერთოდ აი ესეთი ჩემი ცხოვრება რა გასაგებია და რატო ხარ ასე ნოსტალგიურად განწყობილი მოდი ისე დავსვავ კითხვას ამ ცხოვრებაზე საქართველოზე ვარ ნოსტალგიური მაგრამ ამ ცხოვრებაზე იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ კარგად იყოს ჩემი ხალხი რა და აი ამას გულის იქით ვერ ვატარებ ბავშვებით ისა რა ყველაფერი იწმის ყველაფერს სერიოზულად ვუყურებ ყველაფერს აი ჩემი ხალხის ესეთ ყურებას ნაკლად აი ვივსები რა რო ხდები ყველა მთავრობის ოპოზიცია იმ წუთში რო ხალხს ესეთ და რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება ეს მაინტერესებს რა არის და ჩამოვიდეთ ჩემს ქვეყანაში ვიცხოვრო ისე როგორც ჩვენ გვინდა და შენ გინდა და დაკოსმო და მე მინდა აი ანუ მოგეცეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიდეთ თქვენი ძალები ჩვენს ქვეყანაში ხო ჩემ ძალებზე არ არის სულ ყველამ ერთად კარგად უნდა ვიცხოვრო მე რა შუაში ვარ მაყურებელს მივესალმები და ვეტყვი გამარჯობა ჩემო კარგო პირდაპირ ეთერში ხარ გამარჯობა როგორ ხარ კარგა შენ როგორ ხარ მე ძალიან კარგად აგვეცანიო მე სოფო ვარ როგორ სოფო ეხლა შენ მითხარი მე მეგიერა და ჩვენ სტუმარს მიმართე რამე კითხვა რაც გაინტერესებს შენ რა თქმა უნდა მაინტერესებს ხშირად სად მღერი ხარ ხოლმე მეგობრებში მაგაცებში ქუჩაში კონცერტებზე არ გამოდიხარ კი
როგორ არის? მე მგონი გორში არ ჩატარებულა კონცერტი, რომ რეალურად რაღაც. არა თბილისში? არა, გორში არ ჩატარებულა თბილისის და გორშიც. და პეტერბურგში. და პეტერბურგში ქართველებთან ასვლა. კი, ქართველებისთვის ვარი ვარ სუპერი. რა თქმა უნდა, კარგია და სხვა შეკითხვა თუ გექნება შენ. გავაცილეთ მაყურებელი ეთერიდან რაღაც სწრაფად, ხო? და გავაგზავნოთ კითხვა მიშა გაი. შეგვისრულებს მიშკო ახლა იმ სიმღერას, რომელიც ძალიან უყვარს მარიამს, ხო? ხო. თითქოს გუშინ დასრულდა შინდა გარეთში ჭრელკაბიან ასულთა თამაში ენგი ბენგი სიგლისა ენგი ბენგი ბა არას თქვან სიჭაბუკე გავიდა მოვალ შენს პანჯარასთან დაუდუდუნები შენგი არადა არ გამოხვედი როგორ დაგვიწყებია ენგი ბენგის ხმა რახანია გძებნი და ვერ მიპოვიხარ როგორ დაგვიწყებია ენგი ბენგის ხმა რახანია გძებნი და ვერ მიპოვიხარ მოდი დამგუგე მოდი როგორც სულ თორემ ვირას გავუგე გაგიჟებულგუ ენგი ბენგი სიკლისა ენგი ბენგი ბა წლების სიღმაწვილისა გავიდა ენგი ბენგი სიკლისა ენგი ბენგი ბა არას თქვან სიჭაბუკე გავიდა ერთი ესეთი საინტერესო კითხვა მექნება თქვენთან. აი თქვენი საზრით რითი განსხვავდება ქართველი მსმენელი რუსი მსმენელისგან? არაფერთან განსხვავდება, უბრალოდ ნეტო ქართველებისთვის ამღერი ვარ იქ ძალიან გამომჩა რომ თქვი რუსები ძალიან კარგად უსმენთ. ნუ მოსწონთ ქართული სიმღერა. ძალიან მოსწონთ ქართული სიმღერა. თუ შეიძლება რამდენიმე შტრიხი გაიხსენო შენი ბავშვობიდან, შემდეგ რაღაცა სტუდენტობის პერიოდიდან, რაღაცა ისეთი, რაც ძალიან კარგად გაგონდება. და იუმორის იმაში მეუყვება. კი ბატონო. შრომის სემესტრზე ვარ ბაკურიანში, ახლა ვიც მისმენს კარგად გაახსენებოდი. ჩვენი ხელმძღვანელი ვინც იყო, ახლა ჩვენ იქ ლოთობდით და ის იყო და გაიცნო ერთი ქალიანი ჩვენმა ხელმძღვანელმა. ის თუნდაც გიტარა ყვარებია. თუნდაც გთხოვა რომ ადიო გიტარა აუწყებ. ავედი ახლა მეც და დავაწყე ეს გიტარა ხან ქაღალდები დაუკეთე რაღაც. აღარ მშვენს ეს ხალი გინდა თუ არ სულიკო მასწავლებ. გახსნა კონიაკი რაღაცები ამქარ. ნუ დავიწყე ახლა უწერ ქართული სიტყვებით რუსულად. თუ პირიქით ქართულ სიტყვებს რუსულად ასვევით. ხო და მე გავიდა кайხანი რა და ახლა ეს კაცი ამოგზავნა ერთხელ სტუდენტი ისიც და მიგაკონდეს და მიშა რასაკეთებ მომდეხანს მანდროხარ. მე ვთხარი სულიკოს ვასწავლე პირველი სტროფიანით კი. ხო და ამოგზავნა მე ხო და დილამდე ეგრე სამი სტროფი ვასწავლე. ხო და აღარ მელაპარაკებოდა მაგის მე. დილამდე ვასწავლე ეს ისე არის. სტუდენტობიდან ლოთობის მეტი არაფერი მახსენდება რა. სუქეები და დროს დაება რა. მეგობრებთან ერთად. მეგობრებთან ერთად. არაფერი მახსენდება. მიშა თვითონ უფრო ახსოვს ჩემი რაღაცები ვიდრე მე. მიშა გთხოვთ მოგიძღვნა ქართველო ლაშა დათო საგანიკო ესეთი გამოცემა. აი ეს სიმღერა დავწერე როცა აფხაზეთით დაეცა. და ძალიან ეს ეგულისტიკური იყო აი ეს ყველა მასში კონცერტი ქონდა, სოლო კონცერტი და ოხსენეთ ეს კონცერტი რაღაც უკვე დაიყო ჩართული ამ კონცერტში. აი მაშინ მართლა აი მთელი სული და გულით მორის ფოთქოშვილის ლექსია ეს და მართლა არის ეს აი მე დავარქმევდი ამას ნამდვილად აი პოლიტიკურ სიმღერას. აი ესეც იმიტომ რომ ნამდვილად იყო ეს სიტუაცია მაშინ. ცხრამზითაც რომ გვასხივებდნენ
რა უფლებით ვგრიალებთ და ჯანმრთელო თუ გძნობ ტაოს გამსხვისებელს კლავი ძირში რომ გახმება ქართველო დავას როგორ დაგიწყებდნენ მათ ხმევინეთ საუფლოდ და სათემო დედაენის დამვიწყებელს ხვალზე გდედა გეტირება ქართველო ვიცი კვლავაც გაჩუხებ სავენახე 3-20 სართველო არის კიდევ სხვა საუნჯე ვიდრე შენი საქართველო ქართველო იქნებ გული აღარ გერჩი ნაოხარო ნატანჯო და ნათმენო რატომ გიკვირს ქართველებში ქართველი რომ ქართველობდეს ქართველო თვალებს ვითხრით თუმცა არ მძინავს თუ უშენო წუხრისად გავათენო ერთი დედის შვილები ვართ ვაი ხომ არ გავიწყდება ქართველო არც რა ტყვით არც რა შურით დუმილითაც შეგიძლია გამთელო ისე მომკალ რომ სხვამ მაინც არ გაიგოს შენ რომ მომკალ ქართველო ქართველო ისევ ჩვენს SMS-ებს, რომელსაც აგზავნით 15-13-ზე მაგთის აბონენტები, ხოლო 10-13-ზე ჯეოსელის აბონენტები და წავიკითხოთ რა თქმა უნდა SMS-ებს. მიშკა გთხოვს შეასრულოთ წვიმს რა გიჟი ამინდია გიორგი პაპიაშვილი. სოსო მაზმანიანის სიმღერა ჩემი მეგობრის, მაგრამ არ ვიცი სიმღერა. მიშიკო, დიდი მადლობა ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს ნინო იყო SMS-ის ავტორი. და 91-60 გახლავთ ქალაქის ტელეფონის ნომერი და იმედია მაყურებელი ყავს ხაზე. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, მადლობა. თქვენ როგორ ხართ ხალხო? ჩვენ მაგრად. გამარჯობა მიშიკო, გამარჯობა თაკო, გამარჯობა ლექსო კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რეალეთის ესე ვთქვათ უპროსობას, ესეთი ლამაზი და კარგი ლამაზი საღამრო გვაჩუკეს ეკრანებთან. ვეფერებით ჩვენ მიშიკოს, დიდი მადლობა მიშიკო. ესეთი მრავალი სასიამოვნო სიმღერისთვის, ესეთი დიდი სიყვარულისთვის, ქალაქისთვის, საქართველოსთვის და მართლა კარგად გამყოფოს. დიდი მადლობა იცით. მრავალი საქმე სიმღერა გემღეროს და მრავალი კარგი საქმე გაგეკეთებინოს და გაგეგრძელებინოს ზმაო შენი მოღვაწეობა. თქვენთან ერთად. მე მინდა რგან ალბათ მეგობარი იყო ალბათ ან არა მშრალობა იყო. მინდა ესეთი სიმღერა ვიმღერო, რადგან საქართველოს უძღვნით ამას. გორში ყავდა ერთი შესანიშნავი პოეტი ალექსანდრე ტაბატაძე. იცით თუ არა თქვენ? მის ლექსებზე მაქვს და ერთ-ერთი ზუსტად აი საქართველოს არასოდეს მოკვდება ესეთი ის არის რომელიც მე დავწერე ეს სიმღერა. აი შევასრულე ბევრი მაქვს ალექსანდრე ტაბატაძის 9 აპრილზეც არის გენებიც არის აი ქართულით არის გამშრალული რა და ერთ-ერთ სიმღერებ აი ამას. აუ როგორ გითხა SMS-ი ხوارდა რომ გითხა ჯერ. აი ორივე SMS-ი მიშიკო პირველად გისმენთ თუ გაქვთ რეპერტუარში ვისაც კი იქნებ შეასრულოთ. მიშიკო ძალიან მიყვარხარ შენი სიმღერები რომ ესმის სიხარულით მეტირება გისურვებ წარმატებებს ნათია მიშა როდის მიდიხარ ისი არ წახვიდე რომ არ დამირეკო ან არ გამოგვიარო ნომერი თუ დაფიქსირდება მიხვდები ვინც ვარო შეგვისრულე გამახარე მხოლოდ ერთხელ გამახარეო და არ გეცნობს მაგრამ მეგეთ სიმღერებს კარგი მოусმენთ იმ სიმღერას რომელიც თქვენ გიათ რა თქმა უნდა შეასრულოთ. გზას მიიკვლევს საქართველოს წვალები საქართველოს ქართველობა აკლდება მაგრამ მაინც ცრემლიანი თვალები
ცინის და ტრის ჯინაზე არ ყვდება ჩვენ სამშობლოს თუმცა მძიმე ხვედრიდან ეგლიანი გზა რგუნა გამჩენმა მაგრამ აინც კვლავ აღსდგება ფერფლიდან საქართველო დარჩება მაგრამ აინც კვლავ აღსდგება ფერფლიდან საქართველო დარჩება უთქვამთ მიდის ქარავანი ძაღლიხებს რას გახდება ის ალგეთის ბოკურებთან საქართველო მტრის ჯინაზე იცოცხლებს საქართველო არასოდეს მოკვდება ქართველებმაც ვინ ისე და ვინ ასე არ ვაცალეთ მამულზალის მოკრება მაგრამ აინც მტრის ჯიბრზე და ჯინაზე საქართველო არასოდეს მოკვდება მაგრამ აინც მტრის ჯიბრზე და ჯინაზე საქართველო არასოდეს მოკვდება ეს დღეები იკინძება წიგნება გასავლელი გზა თანდათან მოკლდება საქართველო იყო არის იქნება საქართველო არასოდეს მოკვდება საქართველო იყო არის იქნება საქართველო არასოდეს მოკვდება დიდი მადლობა მიშკო გავაგრძელებთ ისევ და ისევ SMS-ების კითხვას და შემდეგი SMS-ი ბერძენაულში მცხოვრებ ამიკო მარგველაშვილი სულოცავენ მშობლები ლევანი და მაი ალბათ დაბადების დღეს და გამორჩათ ეს მოგილოცავთ რა თქმა უნდა მიშკო ძალიან გთხოვ ძალიან მაგრად ვიყვარხარ გთხოვ გაგვიღიმო აგვიღერო ბაღში ფუტკარი ეკა და ქეთინო შავშვებიდან იყო ეს არა გამგვარი ვარ ეგეთ მაქსიმალებს მიშკო ვაგზელი ბიჭები გთხოვთ იმღარე ჩვენ ვაგზალზე თქვენი სიმღერების პატივისმცემელი იყო ერთი გორელი რეზო ტკრიალაშვილი და იმის ხსოვნას მიუძღვენით რამე სიმღერა. მიშა ძმის გულო მაგრამ გთხოვ გორის გიჟებს დაუკარი. გორის გიჟები დაუკარი ესეთი SMS-ი მოვიდა. გისურვებ წარმატებებს მიშა დიდი მომავალი გაქვს ნანა იყო SMS-ის ავტორი. მიშა ძალიან გთხოვ მომიძღვნა ჩემო სიცოცხლე დიდხანს სიცოცხლე ნაზისგან იყო SMS-ი გამოგზავნილი. აყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ თქვენთვის საინტერესო კითხვით შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ მიშიკოს და გამოგზავნოთ SMS-ები 1042. გორის გიჟებზე სიტყვები არ მაქვს აქ. სიტყვები არ ვიცი. 15-13 მაგთის აბონენტება ხოლო 10-13 ჯეოსელის აბონენტება. აღფრთოვანებული ვარ გესმით ნანა თბილისელი შეასრულეთ თბილისო ესე იგი ამას სიმღერა ნებისმიერი კი ნებისმიერი სიმღერა რომელიც ეხება თბილისს
მოგზაურობაა და მიშკა მაინტერესებს თუ აპირებს ამომავლოდ ალბომის გამოცემას და რომელი სიმღერები იქნება შესული დაახლოებით მაინც თუ გვეტყვი. ჯერჯერობით არ ვაპირებთ აპარატით. ჯერჯერობით არ აპირებ. არ გაქვს ესე იგი. გეგმაში. მაყურებელი ყავს ხაზზე როგორც ვიცი, გამარჯობა. გამარჯობა. ალო, გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად, შენ? მეც კარგად, მიშკა როგორ ხარ? მაგრად, თქვენ რა ხართ? კარგად. სახელი გითხარი, აბა. მე ნათია. ნათია. ნებისმიერი კითხვით შეგიძლია მიმართო მიშკას. ჯერ მინდა ვუთხრა მიშკას ძალიან მიყვარს, მართლაც ჩვეულებრივი მომღერალია. ძალიან დიდ პატივისცემ ვუსურებ წარმატებებს წინსვლას თავის კარიერაში. ძალიან მიყვარხარ. დიდი მადლობა. და მისი შემოქმედებიდან რომელი სიმღერა გიყვარს ყველაზე მეტად, აბა გითხარ. მე მიყვარს უფლება არ მაქვს. აი ვიმღერეთ უკვე, ვიმღერეთ უკვე სხვას ვიმღერეთ. ხო, კარგი თავში. კარგად იყავ. ძალიან მიყვარხარ. მიშკა მაგარი კაცი ხარ რომ მოვიდა ესეთი SMS-ი. მადლობა დიდი. მიში ქარელზე იმღერე შენ სეხნიაზე ვალერი ქვრივიშვილისაგან იყო SMS-ი. სოფელ ქარელისა, რაიონზე ქარელზე თუ მიშა ქარელზე? მიშა ქარელზე. მიშა ქარელზე. მიშკა მაგარი ხარ. ვაფშე მთავრობაზე ვიმღერებ თუ გინდა. ახა სუგულაშვილი იყო SMS-ის ავტორი. ესე იგი მოусმინოთ ახლა მიშკას დამავიწყდა სიმღერები. სიმღერები მოითხოვეს? ქარელზე მოითხოვეს. აი, ციანი ვაშე, ქარელზე რა სერიოზული. რომელი სიმღერა? ის ჩემო სიცოცხლე დიდხან სიცოცხლეო მახსოვს ესეთი სიმღერა მორის მოითხოვეს. ჯიჟებზე რა გქონდა? ბახში ფუტკარი ხომ დაგხვევი. გამახსენე. გაგახსენდა. ეს ლექსი გახლავთ. გორის გიჟებზე მეთქი. ლექსი აღარ მახსოვს. ტექსტი არ მახსოვს. გორზე ვიმღერებ, მაგას მაინც ვიმღერებდი. მაგრამ ჯემალინჯიას ტექსტზე და მოვეფერები ქალაქს ამ სიმღერით. მე ვიცი ვერ ხვევო რა გიხარ. ტოტებს რომ ალერსით მიწოდე. 100 წლის შრიალა ბაღი ხარ. და მაინც ახალ ბაღს ვიწოდე. როგორი სიხეო მაღალო. გაგურთხეს ძვირფასმა ლექსებმა. შენ თუ არ იქნები სამყარო. უაზრო ზმანება და მეკცევა. აგამაღლა სიყვარულმა ერისა. მაქონგურებს მეც დარაჯად ვდგავარ. და თუ მსხვერპლი გავხდი ბედის წერისა. არ ვინაღვლი შენ ამყავდე უკუდავარ სიოს რომ გვასუნთქებ დღე და ღამ. დღეს შენი იმედით ვათენე არწივთ ადგილის დედა ხარ. და ფრენას გვასწავლი მართლებს შენ ჩემი ბავშვობის მოწმეო. მოწმე ხარ პირველი კოცნისაც დავიდრელი აღთან ვოცნებო. სულ მუდამ ვიქნები 20-ისა. აგამაღლა სიყვარულმა ერისა. მაქონგურებს მეც დარაჯად ვდგავარ. და თუ მსხვერპლი გავხდი ბედის წერისა. არ ვინაღვლი შენ ამყავდე უკუდავარ. შენ ზღიმილით ხვდები. ვიღურებ ვიგონებ წარსულს. ღიმილში ყველაფერს ხვდები. ვზნობ ჩემთან ყოფნა არ გსურს. ჩემს ღიმილს სრემლებით ხვდები. ვერ გამიგია რა გჭირს. სრემლებში ყველაფერს ხვდები. მალე განგება და გზის. შენს ბევრჯერ მინატრებ მაგრამ უკვე იქნება გვიან. როცა სიყვარულს მარგლავ ტრფიალს აღენებ ზიანს.
ძველი ჩოხა ჯობს ახალს წინაბრებს უთქვამთ ასე თუ ერთ გულებაც გახლავს სულ ყველა დაგაფასებს ძველი ჩოხა ჯობს ახალს წინაბრებს უთქვამთ ასე თუ ერთ გულებაც გახლავს სულ ყველა დაგაფასებს დიდი მადლობა. დავიკითხავთ სულ რამდენიმე SMS კიდევ. მიშკა, მიხარია შენი წარმატება, შენი ძმა ჯალე. მიშკა და მიშკა მე მაქვს შენი კონცერტი ნანახი როზენ მიშკა მე პიტერში მაქვს შენი კონცერტი ნანახი როზენაბუნი იმღარე ავთო. არ ვიცი აქაზე წერია რა წერია ის ავიკითხე. შემდეგი SMS-ი ძალიან კარგი მომღერალი ხარ, გვიყვარხარ ყველას როგორც მაგარი ადამიანი. თუ შეიძლება გადაცემის ბოლოს კიდევ იმღარეთ უფლება. ესე იგი ამ სიმღერაზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა. მოდი სხვა რამე შეგვისურვებთ გადაცემის უკვე ისევ რა სიმღერაზე რა. თაღლილი ხარ მაგის შესრულებით არა? ძალიან გრძელია. პირადად მაინტერესებს აი ვისთან ისურვებდით დუეტის ჩაწერას, დუეტ სიმღერას ცნობილი ქართველი მომღერლები. მე მგონი გავაკეთებთ მე და ზურაბ დოიჯაშვილიც მე და რამიშვილიც ვთქვათ არის. აი ეს ერთი სტილის ხალხი იცავ. აი მაგალითად ნუკრი კაბანა და ძალიან. სულ ყველა მომწონს, ვიც ქართულს მოდის. აი ნამდვილი ქართულს წერს. და მათთან ახლო ურთიერთობა. კი, აბსოლუტურად. არ არის პრობლემა, ახლა არის თუ არ აქვს ინფორმაცია მასთან მაგით. მიშკა ჯიქარი ხარ ნამდვილი გორელი. იმღერე რამე გორზე და გორელებზე. ანა მაღლა კერით. შუა ქუჩაში გოგო ნამიდის შუა ქუჩაში მიყვება ბიჭი შუა ქუჩაში გორელებია ებატიებათ ორივე მიცის წესი არ არის მაგრამ უხდება გორელებია ვიტომ უხდება ზღოლის შეჩერდეს არა უშავს რა არაფერია თუ შეწუხდება იარეთ გინდათ შუა ქუჩაში გინდათ ნაპირზე ოღონდ იარეთ გორელები ხარ ძლიერ გიხდებათ იარეთ ასე დაიგრიალეთ შუა ქუჩაში გოგო ნამიდის შუა ქუჩაში მიყვება ბიჭიც შუა ქუჩაში გორელებია ებატიებათ ორივე მიცის ჯარისკაცებზე იმღერო მივუძღვნი ჯონი კობალაძეს იმედია ცაბაძეს დიდი სიყვარულით საჩეხურიდან მარიო რაღაცა გაურკვეველი SMS იყო ცოტა. მიშიკოს თხოვეთ რამე ეროვნულ სიმღერებს. პოლიტიკაზე ესე იგი. თხოვენ მიშკო რომ იმღერო. ესე იგი. მაშინ ბულბულის ტონა აღარ უნდა მემღერო. მიშა ძალიან გვიყვარხარ მაგარი მომღერალი ხარო? იყიდება ნელ-ნელა ხორცისული განძი საქართველოსი დაგვამსგავსებს ყველა შპრიცებს ერთჯერაც სარეველებს ბაღების და მდელოსი საბანივით მოგვაწუდინეს ხელფასი აღარ ყოფნის რადგან სწრაფად ვიზრდები შიმშილისგან ძაღლებს ვგავართ ცეფაში საც არის ნამდვილად გავგიჟდები ყველაფერი სანატრელი გაგვიხდა საფიქრალი საოცნებო დღე დაღა ვინ დაგწევლა ბოლომდის რომ აგვიხდა ერთხელ მაინც ის ჩემბეთში გვენახა იყიდება ნელ-ნელა ხორცისული განძი საქართველოსი დაგვამსგავსეს ყველა შპრიცებს ერთჯერაც სარეველებს ბაღების და მდელოსი ბულბულის ტვენა შაშვის გალობა ნულზე დავიდა ჩვენი მთავრობა აღარც კაცობა აღარც ქალობა შური ღალატი გავუდანლობა აღარც ხათრი და აღარც დანდობა ძელი ფრაზებით სიაფანდობა გვაიმედებენ და გვპირდებიან რომ გვატარებენ უკეთეს გზებზე როგორც კი ზემოთ მოექცევიან
ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ ბედზე ჭიქით სამშობლოს ადღეგრძელებენ საქციელით კი შუად ხიდიან და რა თქმა უნდა სინდის ნამუსით არაწუხებ და ფეხზე კიდია დაუტანელი მიდის ქიშპობა ეჯიბრებიან ვინვის აჯობებს ადგილზე ჩუმად დგანან სკამები და გამუდმებით თვლიან საჯდომებს ადგილზე ჩუმად დგანან სკამები და გამუდმებით თვლიან საჯდომებს ძალიან ვთხოვ რომ ქარელზე იმღერე რამე ასეთი SMS-ია მიშა კიდევ ვთხოვ უმორჩილესად მითხარად ხარ მოწყენილი იმღერეო მაყურებელს მივესალმები და ვეთყვი გამარჯობა გამარჯობა როგორ ხარ კარგად თავად შენ კარგად ვარ სახელი მითხარია რა ნათია რა კითხვა გაქვს მიშა გენათვალე როგორ ახარ დავიღალე გეტყობ ძალიან გვიყვარ ხარ მე ვარ ნათია მგალობელი დედაჩემაც მოგიკითხა კოცმენ და გეფერებ გაიხარე გენათვალე როდის მიდიხარ 12-ში ვაპირებ თუ გახსნეს ვიზები ძალიან მიყვარ ხარ რა და დედაჩემსაც ძალიან უყვარ ხარ რა დიდი მადლობა შენ რომელი სიმღერა გინდა რომ შეგვისრულოს ბატონმა მიშიკო სულ ყველა სიმღერაზე ვგიჟდები მიშასი და მიყვარს კიდე ბოლო სიმღერა რომ არის მე მგონი ბოლოა ხო მიშა არსენას გუნდმაც რო იმღერა ძალიან მაგარია მაგრამ რა ვიცი შე რომელიც გაგიხარდება მე უფრო კარგი მე ხო კარგი ჩემო კარგო დაგემშვიდობებით ნახვამდის ეს საქართველოსია უბრალოდ საქართველოს პროვინცია და მოდი ხოთ და სხვა ქვეყნებიც შევხვდეთ და იგი პოლიტიკაზე სიმღერა ხარ აუცილებელია უბრალოდ საერთოდ ეხლა რა თემაზე ვიყავ ახლა ვიმღეროთ ვიცი გადამრე ზაფხულის წვიმა დაწუთი სოფლი ზანტიეტლები ასე ყოფილა დიდი ხნის წინა ასე შეშლილა სხვა პოეტები ასე ყოფილა დიდი ხნის წინა ასე შეშლილა სხვა პოეტები ვიცი გამამხელს სადმეც დუნება დრო ჩამემსხვრება თვალში სიზმრება ქარი წამოვა ვითერდგულება და შენსკენ მავა შემეხიზნება თეთრი კედნები მასხედან მხრებზე ვიღაც მაკავებს ცისკრის ზაფები თქვენ ჩემში პლოეთს ამაოდეზე მე მხოლოდ სურვის ვეთამაშები ვიცი გადამრევს ზაფხულის წვიმა დაწუთი სოფლი ზანტიეტლები ასე ყოფილა დიდი ხნის წინათ ასე შეშლილა სხვა პოეტები ასე შეშლილა სხვა პოეტები დიდი მადლობა და შემდეგი კითხვა რომელიც მინდა დაგისვა ეს არის ძალიან გთხოვ რომ გაიხსენო შენი ცხოვრებიდან აი ესეთი კურიოზი რომელიც ხო, მაგრამ რაღაცა ისეთი კიდე რაღაცა სახალისო, რომელიც აი ესე გახსენდება ხოლმე რომ დაждებით და თქვა იცინი ხარ რა. მოსკოვიდან მოვხსნავ და მაგარი თვალი ვარ. მე და ჩემი მეგობარი ერთი. ხო და ახლა რუსები დგანან ახლა და ჩვენ ესე 99 წელი 98 წელი აღარ მახსოვს და ესე მიყვებიან ახლა მე კი არ მახსოვს ესეთი რაღაცა მაგრამ მაინც. ხო და გავქანდით თურმე ამ რუს ხვდი ქუდს. ეს რუსინო მეკითხება თურმე. რატომ ხვდი ქუდს ისე მცივაო და შენ რო გცივა მეც ხო მცივა მეთქი და ამიტომ შენ უნდა დაგეფარებინა. ხო მე უნდა დამეფარებინა თრალია სადაც გაიგეთ.
მე ამათ თუ ჩემთან ერთად შენს გაიღიმე. არა, მე ის უცხო იყო და იმას ხვდიდი კონცერტს რომ გვართმევდი რა ქართული ის. არა მაგის და ცივია უბრალოდ მაგიტომ ხო შენ რო ცივია მე არა ცივია მეთქი და ვართმევდი. ეგეთი რაღაცები ბევრია და ხო ვეღარ ვიხსენებ უბრალოდ. არც მსახიობი არა ვარ რომ რაღაცა ისეთი მოვიგონო ან გადავიგონო რაღაც. რაც მომადგება იმას ყვები ხო. ერთი ესეთი შეკითხვა მექნებოდა, აი ხომ ვერ დაგვიხასიათებით საკუთარ თავს. როგორ დავახასიათებ? ემოციური ვარ ძალიან, მაგრამ აი სიყვარულისთვის ვარ დაბადებული. მიყვარს უზომოდ. მაშინ მაგრამ თუ მაწმენინა მე ვერ ვწვავ. მაშინ მოდი გავიხსენოთ პირველი სიყვარული. ისე გიტარით ვასრულებ. ისე გიორგი მახარობლიძე. როცა რაიმეს კარგს ვამბობ შენზე საკუთარ თავსა გამომდის ვიქებ რადგან შენ სულში მე ჩემს სულს ვეძებ და შენს ფიქრებში ვამჩნევ ჩემს ფიქრებს თუმ შეიძლება ვირჯები ფუჭად მაინც არ ვისგან არ ვითხოვ შველას შენი ნაბიჯი მივყვები ფუჭად შენი ღიმილი უღიმი ყველას საშიხები ხდები ან წკრივად ჩვენ გავეცანით ერთმანეთს ადრე მე შენი ყველა ტკივილი მტკივა და თავს საკუთარ ცრემლებსაც უხრი მე ვიცი ცრემლის გემო და ყადრი ჩვენ გავეცანით ერთმანეთს ადრე მე მაც მარგალით არასდროს ვადრი რამეს ვაგარო ან როგორ ვკადრებ დენთო შენთვის სულზე და სულზე გულის საგულეს მივიდეს გულთან ზეცას ხომ შენი თვალები ფულზე ჰაერსად შენი ფილტვებით ვსუნთქავ შენ სიზმრებშიაც ჩემ სიზმრებს ვხედავ დაიტანჯება სული და ხორცი ხან და ხან ჩუმად ლექსებსაც ვხედავ დაფურცლებ შენი ტუჩებით ვკოცნი როცა რაიმეს კარგს ვამბობ შენზე საკუთარ თავსაც გამომდის ვიქებ ძალიან მაინტერესებს როგორი რეაქცია გქონია, როდესაც გაგიგია საკუთარ თავზე რაიმე ჭორი, ეს შეიძლება კარგი იყოს, შეიძლება ცუდი იყოს. ნუ ყველა რაღაცას ცდილობს რომ თქვას ვიღაცაზე, ასე ვთქვათ, ნუ ქართველი ხალხი ასეთია, ხო? მოწონთ ასე ვთქვათ ვიღაცაზე, როდესაც რაღაცას ამბობენ, ანუ ჭორაობენ. დავიხსენოთ ის ჭორი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა, რომელიც ყველაზე მეტად მომент ყველაზე მეტად გაგაღიზიანა. გაგაღიზიანა, კი. ჭორაობა რა ეხლა ვსვავდნენ ის რა ქვია, ლოთოფს ეხლა არ ავსვავ, ეხლა იძახიან ქალებზე გადართული ხარ. არა, თუ ჭორაობა არ ვიცი, ეხლა განაჩენი. სხვა რა უნდა თქვა. ჩემს. ასე ვთქვათ, რეაქცია ჩვეულებრივი. უბრალოდ საწყენია ხო ყველანაირი ჭორი ხო როცა თქულის ამბობენ ეხლა. ამ დროს როცა აბსოლუტურად მართალ ეხლა უბრალოდ ეთერი რო არის მე მართლა მომყვებოდი ეს რაღაცას რა. მართლა მომყვებოდი აქეთ გაბრალებენ სულ ყველაფერს გადაყვები და მე იქით გაბრალებენ და აღარ მინდა რომ ამ თემას შევეხო. გასაგებია. გთხოვთ შეგვისრულოთ ვერხვის ფოტოთან თბილისო, რომ დაუკარეთ დიდი მადლობაო მოვიდა SMS-ი. ვერხვის ფოტოთან ეს
ძალიან კაი სიმღერა. კი, მეც ძალიან მაგრამ მიყვარს. უბრალოდ მე არ უღერი ვარ ამ სიმღერას, ეს ტრიოში შესრულდება, ანუ ისიც შეიძლება, მაგრამ ახლა ისე ჩინავდა დიდი ბოდიში რომ სუფრაზე დავждოთ და სადაც. აჰა, გასაგებია. მაყურებელი თუ ყავს ხაზე, გავესაუბროთ. მაშინ შევახსენებ ჩვენს SMS ნომრებს მაგის და ბალის აბონენტებისათვის 1513, ჯეოსელის და ვაიβერის აბონენტებისათვის 1013 და პირდაპირ ეთერში კი გვირეკავთ ტელეფონის ნომერზე 791 შესვენება არ შეიძლება. გამარჯობა მაყურებელს. ალო? გამარჯობა. გამარჯობა. თუ შეიძლება გაგვეცადოთ. მე გახლავარ კახაბერიძე. ვაჰ, გახუშ დავახარ. გამარჯობა, მიშკო გენაცად როგორ არის? არა მიშკო. ვე ტელევიზიით თუ გავიგებ შენ ჩამოგზავნებას ქალაქში. მიხარია გენაცად და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ახალგაზრდებს. დიდი მადლობა გახ. თქვენ ტელევიზიას რომ ჩვენს ლამას საყვარელ ნიჭიერ კარგ ლამას შემოქმნით. ყველასათვის საყვარელ ადამიანს მოხდა ასეთი ლამაზი საქმე პირადად ბედნიერი. უღურებ და მიხარი იწოცხლო მიშკო. ძალიან გამახარე. დიდი მადლობა გახ. აი ხარ. კარგად გამდებ. აი ხა შენ მოგიწვნი ამას. იცოცხლე. კარგად ვძანდებოდ. იქ იყო ქართული ისინი, მაგრამ სასაფლაო თეთრი ვარდები წვერვალებიდან გადმოხედავ ქვეყნიერებას და სიმწრისაგან შეშლილი ვითავხარხარდები წვერვალებიდან გადმოხედავ ქვეყნიერება და სიმწრისაგან შეშლილი ავხარხარდები გავჩერდი დებილი თვითონ ტელევიზორი მაჩვენებს. არა, მოდი.
კაბინეტში უხენია კონდიციონერი ლეტა ზიმა ალბათ ყველა კარგად ვიცნობთ ობოლაძე დინი. На самом деле это, в общем, человеческий голос виолончель, конечно. И то, что наши вот совместные концерты со Славой, он же пианист блестящий, но играл только для меня. Он все мои концерты он мне аккомпанировал, 35 лет я с ним пела. И когда после первого концерта, как он мне аккомпанировал, я больше ни с кем не могла выступать после него. Уже гениальный музыкант, уникальный совершенно. Вот. И... Он слышит то, что не слышно другому аккомпаниатору. Ну да.